დღეს უსამშობლო კოლაბორაციონისტების პარტიამ რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასალურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს. რუსული ოცნება და პირადად ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს ღია დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რუსული ოცნება ღიად და ცილისწამებლურად ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებასა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. მათი აბსურდული მტკიცებით 3 წლის წინ დაწყებულა მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ერთის მხრივ საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის გამტკიცებას საზოგადოებაში. მეორეს მხრივ კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან დაპირისპირების ისეთ სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს ხალხდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად. რუსულ ოცნებას ავიწყდება ერთი რამ. ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთისგან კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს. ერთადერთი, რასაც ამით უსამშობლო ივანიშვილი აღწევს, არის ის, რომ პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას. ყოველი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე რეალურად არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახლა უკვე კარგად ესმით ივანიშვილის ცუდი ზნის შესახებ. როდესაც მას კორექტულად დიპლომატიურ ენაზე ესაუბრებიან, მას ჰგონია, რომ თავისი გაიტანა და კიდევ უფრო აგრესიული ხდება და სულ უფრო და უფრო მეტი უნდა. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე გახსნილად ეწევა რუსულ თამასს. აქამდე ის შენიღბულად მოქმედებდა და სწორედ ამ შენიღბული მოქმედების შედეგია ის, რომ მას ბოლო დრომდე ჰყავდა ხარდაჭერები, რომლებსაც უნდათ თავისუფალი სამყაროს წევრობა, ანუ ევროკავშირი და ნატო. დღეს მთელმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუთავსებელია. ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს. და რაც შეეხება რუსული ოცნების შიშებს მათი რეჟიმის შეცვლასა დაკავშირებით, გვესმის, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ასე ძალიან შორსაც ოკეანის გაღმაც იყურებიან. შეუძლებელია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ, ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, დიდარი და უსაფრთხო სახელმწიფო. მაგრამ პირველ რიგში მართლა ვისიც უნდა ეშინოდეს რუსულ ოცნებას, ივანიშვილს, ეს არის ქართველი ხალხი. ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ, ეს არის ქართველი ხალხი. ვინც მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოგართმევთ, ესეც იქნება სწორედ ქართველი ხალხი. თანაც ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა.